გამოიწეროთ არ. იყო ერთი ღარიბი გლეხი. მას ოქროთოთრიანი ბიტი ავდა. ამით ნამდვილ სახლი კი ერქვა, მაგრამ ყველა კოკროტინა შეჯახდა. ერთ დღეს მამა ყანას ავიდა ჩამოჩავდა. კოკროტინამ უთხრა, მეც წამიყვანე რა. შვილო, იქ ალი არ არის, გუჭყურდება. აროზე მარტო ვერ წახვალ და ტყუილად დროს დამაკარგინებო. არ მომჭურდებაო. რა ეკნა მამას წაიყვანა. მამა ყანაში მუშაობდა. კოკროტინა ის პირად დასეინობდა. ძალიან დასცხა. მოჭკურდა. ითმინა გააბოზოს მამას უთხრა. მამა წარი მჭკურიაო. რა უნდა ეკნა მამას. ამაიღო რგვალი ჭადი ჩანთიდან და შვილს უთხრა. ამ ჭადს მინდორში გავაგორებ. შენ გაეკიდე, სადაც გაჩერდება. წყაროც იქ იქნებაო. წყარს რა დაადევ, ახლა არა იხედო. უთვა დალიე წყალი და გამოიქეჩიო. მეგორა ჭადი მინდორში მისდევს კოკროტინა. ჭადი წყაროსთან გაჩერდა. ბიჭმა წყალი დალია, მაგრამ აინტერესებდა. რა ხდება მაღლაო? აიხადა და რაც ხედავს. ვაშლის ხეს დგას ულამაზესი წითელი ვაშლებით. კოკროტინა აჯრა ხეზე, დაყრიფა ვაშლი და ამა დაიჭყო. სადიყო და სადარა ვაშლის ჯირას ბროტი დედაბერი გამოგდა. შვილო, ერთი ვაშლი ჩამომიგდეო. კოკროტინამ ჩამოუგდო ვაშლი. დედაბერმა მაიღო ვაშლი, უცბად შეჭამა და კოკროტინს დაუჯახა. ტალახში ჩამივარდა ვაშლი, თო ჩამომიგდა კიდევო. კოკროტინამ ისევ ჩამოუგდო. დედაბერმა მოატყუა. ტალახში ჩამივარდა. მოდი ტოტი ჩამომიჭიე და მე თვითონ დავკრეფო. კოკროტინა ტოტს ფეხი დააბიდა. დედაბერმა ქვემოდან დაკაჩა. კოკროტინას ხელის აკაჩა და ტომარაში ჩააგდო. ტომარა ზურგზე მოიკიდა და წავიდა. კოკროტინა ტომარაში ზის. შიშისგან გული გაუსკდა. დედაბერი გზაში დაიღალა. ტომარა მოიხსნა და გზაზე დადო. კოკროტინამ ბევრი იჭვალა. ტომორიდან ამოხდა. ტომარაში ქვები ჩაყარა, თვითონ გაიქცა და მისდევ ვაშლის ხეზე აჭრა. დაბრუნდა დედაბერი, მოკიდა ტომარას ხალი, და სახლში წაიღო. ქოს რომ მიუახლოვდა, დაიჯახა. ქალო, გამოდი გარეთ. ოქროს ქოჭრიანი ბიჭი მოგიყვანეო. ხოხიდან ამოვიდა ალქაჯი. გამოიტანა ქვაფი, მაგრამ მეშურკიდან ქვები გადმოიყარა. მთელი ქვაბი ქვით გაივსო. დაბრაზდა დედაბერი. გაიქცა ისე ვაშლის ყისკენ და კოკროტინას ეუბნება. ფილო, დაგეგუმბრე. კიდევ ჩამომიჭიე, კიდევ ტოტი. შიეს ნუ დამტოვებო. კოკროტინამ აღარ დაუჯერა. მაგრამ დედაბერი ისე ეხვეჭა. მაინც დაუჭია ტოტი. დედაბერმა სტაჩა ხელი, ჩააგდო ტომარაში და ქოხისკენ გაიქცა. ალქაჯს უთხრა, ეს ბიჭი დაკალი და მომიხარშეო. კოკროტინამ გაიგონა დედაბრინათმა და დედაბერი რო წავიდა. ალქაჯს უთხრა, ამდან ისთვის ლესავო. ალქაჯმა გაურიმა. კოკროტინმა იცოდა, ითვისაც ჭირდებოდა.
და უთხრა მომეთი ეს დანა დალესოში მოგეხმარებიო ალქაძმა დანა მიშთა კოკროჭინამ დანა დაიქრია და ალქად თავი წააჩალა კუდიან დედაბერს ერთი შავი კატა ყავდა სანამ ის ცოცხალი იქნებოდა დედაბერს არაფერი დაემართებოდა ამ კატამ აწეხდა გნავი კატა კოკროჭინამ ადუღებულ ქვაბში ჩააგდო თვითონ კი აჯრა და სახლის სახურავს დაიმარა დაბრუნა დედაბერი ჩაიხედა ქვაბში და ქვაბშია ხორცი მოხარშული იფიქრა ჩემმა აქალთმა კოკროჭინამ მომიხარშა ამაიღო ხორცი და დაიწყო ჭამა კოკროჭინამ სახურავიდან ვერი გადმოაყარა დედაბერს თაგვიეკო თხილად იყავი თაგუნია თორე შენ შეგჭამო კოკროჭინამ კიდევ გადმოაყარა მტვერი ეხლა უკვე კატა ეგონა თხილას ფისუნია თორე შენ შეგჭამო მერე მახლა აიხედა და სახურავზე კოკროჭინა დაიყო დამჭარდა დაბრასდა ვეღარ გაიგოს რა გააკეთოს ვალოს ისე ბილად უთხრა კოკროჭინა ჰილო მან როგორ ახვედიო როგორ და გავახურე დიდი წაფაო ზედ დავდეხი და ამოხდიო დედაბერი ეცა წაფას დადგა თეთრზე და ზედ დაჯდა რა თქმა უნდა სახურავზე ვერ ავიდა ტრაკოკი დაეჭვა კოკროჭინა მოკდა შიჩილი თიმაცი მითხარი როგორ ახვედიო თონეში დიდი თეთრი დავანთეო გადავაფარე შხალიჩა ზედ დავახტი და სახურავზე ამოხტიო დედაბერი თონესთან მივიდა დააწყო დიდი თეთრი გადავაფარა ხალიჩა და ზემოდან დაახტა რა თქმა უნდა თეთრი დაიჭვა კოკროჭინა ჩამოვიდა ძილი და მამასთან დაიჭრა მას შემდეგ მამას ყოველთვის უჭერე ეს ლაპარით დამჩავდა კარგად ბავშვებო ხოთ გამოიწეროთ არ გამოიწეროთ არხი იყო ერთი გურიც ცხოვრობდა ხეზე თავისთვის მამაზე ბუდე ქონდა ბაწყები ყავდა აქეთ-იქით დაფრინავდა და ბაწყებისთვის საკველი მოქონდა საღამოობით დაღლილი მაგრამ ბედნიერი ჩამოჩნდებოდა და თავისი სტვენით არემარებს ადგბობდა. ერთხელ ბაწყებისთვის თატმის მოსატანად წავიდა. შორს მოუჭია გაფრენა. ამით ბოროტან გლეხმან ისარგებლა. მიყარა ბუდესთან. ბაწყები ამოიყვანა ბუდიდან და სახლში წაიყვანა. გრიტი დაბრუნდა, მაგრამ ბაწყები არ დახვდა. ბუდე ძლიერი იყო და ღონდა გრიტი. ბუდესთან ჩამოჯდა, არედ ატირდა, მაგრამ ცოტა ხანში დაბრასდა და შვილების მოსაძებნად წავიდა. შემოხვდა მამალი, გრიტო, სად მიდიხარო? შვილები საძებნელადა. მეც შენი შველელი ვიქნებიო. ძალიან კარგია, უთხრა გრიტმა და ორივე ერთად გაგრძელეს გზა. იარეს, წინ მახალში შემოხვდათ. გრიტო, სად მიდიხარო? შვილების საძებნელადა. ეს მამალი ვიღაო?
ჩემ საშუალოდ მოდისო. მაშინ მე შენი შველელი ვიქნები. ძალიან კარგი. და მახათი გრიტი და მამალი გავგდნენ გზა. იარეს და შემოხდათ თულთაქვა. გრიტო სად მიდიხარო? შვილების საძებნელათო. მაშინ მე ჩამოგიერთდებითო და ყველანი ერთად გაუდგნენ გზას. შემოხდათ ვირი. გრიტო სად გაგიჭებიაო? შვილების საძებნელათო. მე ჩამოყვებითო და გაგეხმარებითო. შევერთდა ვირით და ხუთივე წაბიჯდნენ. შუაღამისად ერთ სოფელში შევიდნენ. პატარა სახლი და გრიტების ხმა გაიგეს. მივიდნენ სახლთან და მოემზადნენ. ვირი კარების უკან დაიმალა. ნახათი ტრუტანაში შეჯვრა და ბუხრიჭი დაებწო. გრიტი მამალი და თულთაქვა შეიპარნენ. მამალი ბუხრის თავზე შემოჭდა. თულთაქვა ნათარში დაიმალა. გრიტი გალიასთან მიფრინდა და გალიის კარების გაღება დაიწყო. დედის დანახვაზე არწებმა ხიარული პიპინი დაიწეს. მაურე კაც გაეღვიჯა. წამოხტა ლოგილიდა და ბუხრის ასამთებად მივიდა. ნათარი გახეკა, ანდრო თულთაქვა გასკდა და ნათარი თვალებში შეეყარა. კაცი შეშინდა. ანდროს მახათი ბარჯახში შეერტო. მამამად დაიყილა კუკარიკუ. გულგახეთქილი კაცი გარე გავარდა. კარებთან კი ვირი დახვდა. ისეთი იხლი მისხჩო, რომ სტანგერ გადაკოტიობა. ამასობაში გრიტმა გალია გახსნა. გამოიყონა ბარტყები, შეიშვა ხრებზე და გახარებული ბუდისაკენ გაფრინდა. კარგად ბავშვებო, დღოდ გამოიწერეთ ჩემი ნაკრების არხი. ბაი. დღოდ გამოიწეროთ არხი. გამოიწეროთ არხი. გამარჯობათ ბავშვებო, ახლა უნდა მოგიყვეთ ზღაპარი ჩალფეხა ჯაირშკაცზე. ძალიან მოგეწონებათ, მომყევით. დიდი ხნის წინ ერთ პატარა ბიჭუნას ყუთში დაწყობილი ჯარიშკაცები აჩუქეს. ყველა კარგად გამოიყურებოდან. ერთის გარდა ერთ ჯარიშკაცს ცალი ფეხი ჰქონდა, მაგრამ ჯარიშკაცი მაინც ამაყად გამოიყურებოდა. თოფის მამაჩურა დეჭირა ხელში და ბიჭუნასაც სწორედ ეს ჯარიშკაცი შეუყვარდა ძალიან. ჯარიშკაცებიანი ყუთი მაგიდადე დადო, სადაც სხვა სათამაშოებთან ერთად ოქროსფერი თმიანი შვენიერი ვალერინა იდგა. ხალები ლამაზად გაეშალა, თავფეხზე იდგა. მეორე ფეხი კი მაღლა ჰქონდა აწეული. ჩვენ ცალფეხა ჯარიშკაცი სათამაშოს ეს ვალერინად ძალფეხა ეგონა. სათამაშო ჯარიშკაცი ფიქრობდა, ნეტა ასეთი ცოლი მყავდეს. ჩუნიავს არ მივაკარებდი. სულ მეყვარებოდა, ყველა სურვილს შეუსრულებდი. მე კი საცხოვრობ ერთ ყუთში 24 ჯარიშკაცთან ერთად.
აღამდა. შუა ღამისაც ყველა სათამაშო გაწეთხდა. ესენი დადიოდნენ იცი როგორ. და ჯარიშკაცები ობლი ნაბიჯით გაემართნენ ოთახის შუაგულისკენ. თავფეხა ჯარიშკაცი ბალერინას მიუახლოვდა. სიყვარულით უყურებდა და გულით უჩდაურად გაუთბა. სათამაშო ბალერინამაც თბილად გავხილა, აი მასაც შეუყვარდა თავფეხა ჯარიშკაცი. მეორე დილით ბიჭუნამ ჯარიშკაცები ამოალაგა ყუთებიდან და ფანჯრის რაფაზე დააწყო. უჩებ ქარმა ფანჯარა შემოგლიჯა. აფრიალებული ფარდა თავფეხა ჯარიშკაცი წამოედო და საწყალი ფანჯრიდან ქუჩაში გადავარდა. ბიჭუნა მაშინვე გარეთ გავარდა. ბევრი ეძება საყვარელი სათამაშო, მაგრამ ვერსად იპოვა. ისეთი ქარი და ჭვიმა იყო, ვერაფერს ხედავდა, მაგრამ მაინც ცდილობდა რომ ეპოვა. ქუჩაში ორი ბიჭუნა ხაღადის ნავებს აკეთებდნენ. უჩებ თავფეხა ჯარიშკაცი დაინახე. ჰერი დავლეს, ხაღადის ნავში ჩასვეს და სამოგზაუროდ გაუშვეს. საწყალი თავფეხა ჯარიშკაცი აღმოჭაიშა. უჩებ ნავი ხიდის ქვეშ შეჩურდა, დაბნევდა, მაგრამ მამაც ჯარიშკაცს არ ეშინოდა. ის თავის საყვარელ ბალერინაზე ფიქრობდა. შენზე ფიქრი ძალას მაძლევს და იმეს არ დავკარგავ. ჩემო ლამაზო ბალერინა, ფიქრობდა თავფეხა ჯარიშკაცი. ამ ფიქრში გრუხონის ხმა გაისმა. ყველას გული გაუსკდებოდა, მაგრამ თავფეხა ჯარიშკაცი მამაცი იყო. მოულოდნელად ხაღადის გემი ტყვაში აღმოჩნდა. უჩებ დიდი თევზი გამოჩნდა. გააღო დიდი პირი და ჯარიშკაცი თავის თოფიანად გადასანსლა. ეს ორმუჩელათები ყველაფრის ჭამამონდა. მალევე მეთევზემ დაიჭირა. ბაზარში წაიღო და ბიჭუნა შოჯახის მზარეულს მიყიდა. შენ მიშვილი ზარეული თევზის გასულ თაბებას შეუდგა, მაგრამ როცა თევზი მუჩელი გაუჭრა, იქ თავფეხა ჯარიშკაცი ნახა. ბიჭუნას ძალიან გაუხარდა თავის საყვარელი ჯარიშკაცის სათამაშოს ნახვა. ხერი დავლო და საჯინებელში წაიღო. ბალერინამ ჯარიშკაცი რომ დაინახა, თვალები აუჩიმჩიმდა. ნაზად გაუღიმეს ერთმანეთში, მაგრამ ბიჭუნამ თევზის სუნი იგრძნო. და საშინელი სუნი ადიშა ამ ჯარიშკაცს. ეს ამტირდება, თქვა და ბუხარში შეაგდო. საწყალი თავფეხა ჯარიშკაცი ცეცხლში ჯნებოდა. ამას საყვარელი ბალერინა ჩუყურებდა. მოულოდნელად ქარმა ფანჯარა შემოულიჯა. ბალერინამ აიტაჩა და ბუხარში შეაგდო. ერთად იწოდნენ მამაცი ჯარიშკაცი და ლამაზი ბალერინა. აწიმას ვეღარაფერი დააშორებდა. ლაღამდა და ცეცხლი ჩაქრა. მეორე დილით, როცა ბუხარი გაწმიდეს, ნაცარში პატარა გული იპოვე ჯარიშკაცი და ბალერინის შეყვარების ნიშანი. დამთავრდა ეს ხაპარი. კარგად ბავშვებო, ბაი ბაი ბანანა. გამოიწეროთ არხი.